მოგესალმებით. ეთერშია სოციალისტური პლატფორმის დრო TV4-ზე სოლიდარობის სტუდიიდან. და დღეს ჩვენი მთავარი სასაუბრო თემა იქნება იმპერიალიზმის 5 ძირითადი ნიშანი, რომელიც თავის ნაშრომში იმპერიალიზმი როგორც კაპიტალიზმის უმაღლესი სტადია ლენინმა ჩამოაყალიბა და შევეცდებით რომ აი ამ 5 ნიშნის მიხედვით ვიმსჯელოთ რა ფაზაში ვართ ახლა ჩვენ. არის თუ არა ეს იმპერიალისტური დაპირისპირება, იყოფა თუ არა სამყარო ისევ იმპერიალისტურ ძალებს შორის და ამაზე სასაუბროთ ჩვენი სტუმრები არიან პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი თემურ ფიფია და ასევე სოციალისტური პლატფორმის წევრი ცოტნე მარხია. და სანამ ამ საკითხებზე საუბარს დავიწყებთ, უნდა შევეხოთ იმ საკითხს თუ რა არის შემაკავებელი იმპერიალისტური ძალების. ამ შემთხვევაში სანამ მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნებოდა ეს ასე ვთქვათ მეცნიერული სოციალიზმის იდეა, რომელიც მარქსიზმ-ლენინიზმის სახით ვიცით, უტოპისტი სოციალისტები, გზააბნეულები დადიოდნენ, ეძებდნენ რაღაც იდეალებს და ისინი გამოყოფილი იყვნენ მუშათა კლასს. ხოლო მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა უკვე მუშათა კლასის და სოციალ-დემოკრატიის გაერთიანება, შეერთება და მინდა რომ სტალინის ცირა წავიკითხო ასეთი. ხოლო მუშათა კლასია საიმედო ბურჯი ნამდვილი დემოკრატიისა. ხოლო მას არ შეუძლია შეუთანხმდეს თვითმფლობელობას რაიმე დათმობაზე. ის არ მისცემს თავს ძილს, როცა მას დაუწყებენ ტკბილად გალობას კონსტიტუციურ ჩონგურზე. ამიტომ რუსეთის დემოკრატიული საქმისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეძლებს თუ არა მუშათა კლასი ჩაუდგეს სათავეში. გაუწიოს წინამძღოლობა საერთო დემოკრატიულ მოძრაობას. თუ იგი მოძრაობას გაჰყვება კუდში, როგორც დამხმარე ძალა ინტელიგენციისა. ესე იგი ბურჟუაზიისა. პირველ შემთხვევაში თვითმფლობელობის დამხობის ნაყოფი იქნება ფართო დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელიც მიანიჭებს თანასწორ უფლებებს მუშასაც, საწყალ გლეხსაც და კაპიტალისტსაც. მეორე შემთხვევაში კი ნაყოფად დაგვრჩება ის გაყოლებული კონსტიტუცია, რომელიც აბსოლუტიზმზე ნაკლებად არ შესძლებს მუშების მოთხოვნილების გადაქელვას და მიანიჭებს ხალხს მხოლოდ თავისუფლების აჩრდილს. მაგრამ ამ ხელმძღვანელის როლისთვის მუშათა კლასი უნდა მოიწყოს დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიად. მაშინ მისთვის საშიში აღარ იქნება აბსოლუტიზმთან ბრძოლაში ყოველგვარი ღალატი და გამცემლობა მისი დროებითი მოკავშირისა, საზოგადოებისა. იმ წუთი და როდესაც ეს საზოგადოება გადაუდგება დემოკრატიის საქმეს, მუშათა კლასი გაუძღვება ამ საქმეს წინ თავისი საკუთარი ძალით. დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია მისცემს მას ამისთვის საჭირო ძალას. ჩვენ არა, ზოგადად სოფლიოში რახან მუშათა მოძრაობები შესუსტებულია, ამიტომ მოვედით იმ წესრიგამდე, რა წესრიგშიც ვარ და მოდით დავიწყოთ საბოლოო უბრალოდ მე-5 ნიშნით დავიწყოთ და მინდა ბატონო თემურ თქვენ გკითხოთ პირველ რიგში. სოფლიოს ტერიტორიული გაყოფა კაპიტალისტურ სახელმწიფოების შორის დასრულებულია. ანუ არის თუ არა ამ შემთხვევაში ჩვენთან, ზუსტად ეს მე-5 ნიშანი პირველ რიგში და შემდეგ დანარჩენ ნიშნებსაც გამიხილავთ უკვე. მოგესალმებით. ესე იმპერიალიზმის მე-5 ნიშანი ჩამოაყალიბა თავის დროზე ვლადიმერ ულიანოვმა. ეს იყო მე-20 საუკუნის დასაწყისი. მაშინ უკვე ჩვენ კი არა, თანამედროვეები და ჩვენ კი ხედავთ ისტორიის წიგნებიდან და იმ ფაქტოლოგიურ მასალიდან, რასაც ჩვენ 100 წლის თავზე ჩვენ უცქერთ. უკვე კაპიტალიზმი გადასული იყო განვითარების ახალ სტადიაში, რომელსაც მარქსი ვერ მოესწრო. ენგელსი მოესწრო, მაგრამ ენგელსი მოესწრო პირველ ნიშნებს. და აი ეს აღწერა რა ნიშნები ხასიათდებოდა კაპიტალიზმის ის ახალი ეტაპი განვითარებისა, რომელიც სახეზე იყო მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში ვლადიმერ ლენინმა. აი ეს 5 ნიშანი გამოყო ძირითად ნიშნები და მე-5 ნიშანი ეს არის რომ სოფლიო განაწილება დამთავრებულიაო და დღის წესრიგში არის რომ სოფლიოს ხელახალი გადანაწილება. მე რომ ნახეთ ჩვენ რომ და მისმა თანამედროვეებმა რომ ანუ დგება კონფლიქტების პირველი სოფლიო ომი მოხდა. პირველი მსოფლიო ომი მოხდა 1914 წელს დაიწყო და 18-ში დამთავრდა. ეს იყო სოფლიოს ხელახალი გადანაწილების ცდელობა, იმის შედეგი, რომ აი ხელახალი გადანაწილების აქტუალობა, მისი გაგრძელება, აი ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ ხელახალი გადანაწილება უნდა მომხდარიყო.
იმიტომ რომ კაპიტალიზმის განვითარებაში არათანასწორი განვითარების ტენდენცია შეინიშნებოდა, ეს ერთ-ერთი ნიშანი იყო იმპერიალიზმის სტადიისა, თუ მანამდე განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნები ასე თუ ისე ვითარდებოდნენ თანაბრად, რომელი ქვეყნებია ახლა განვითარებული ქვეყნები, ის ქვეყნები, რომელიც დღესაც განვითარებულია, ეს გერმანია, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, აი ეს ქვეყნები ვითარდებოდნენ თანაბრად აღმავალი კაპიტალიზმის პირობებში. მაშინ როცა მარქსმა დაწერა კაპიტალი. და მერე შეინიშნებოდა ტენდენცია არათანაბარი განვითარების. არათანაბარი განვითარება იმას ნიშნავს, რომ აი ამ განვითარებულ ქვეყნებში ზოგი სუსტდება, ზოგი უფრო ძლიერდება, ის ძლიერი იგდებს ხელსაყრელი წარმოების პირობებს, სუსტთან შედარებით, სუსტი უკმაყოფილოა, ხდება მილიტარიზება ამ სუსტი ქვეყნების და ხდება საომარი დაპირისპირება, სამხედრო დაპირისპირება. ეს აღწერა ვლადიმერ ლენინმა და დღეს ჩვენ ამას ხედავთ, რომ დღეს ჩვენ ხედავთ, შემდეგ მოხდა მეორე მსოფლიო ომი, რომელიც ასევე ამას უკავშირდება. მსოფლიოს ხელახალ გადანაწილებას, როცა ისევ დამარცხებული მხარე, რომელიც პირველ მსოფლიო ომში იყო, დამარცხებული ეს გერმანია, დაუშვათ ანტანტის ქვეყნები, აქ ჩვენ ხედავთ, რომ გერმანია, იტალია, იაპონია ერთი მხარეა, მეორე მხარეა შეერთებული შტატები, ინგლისი, საფრანგეთი და ისევ მათ შორის მოხდა მეორე მსოფლიო ომი, დაპირისპირება ძირითადად, საბჭოთა კავშირი ჩაერთო და იქ სხვანაირად წარმართა, რა თქმა უნდა, ის მოვლენა. დღეს ჩვენ ხედავთ, რომ დღეს ესე იგი შეერთებული შტატების ბატონობა, ცალსახა ბატონობა, რომელიც 30 წელია, 35 წელია ხორციელდება საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგია ეს. ესეც დასრულდა და ეს დაასრულა ჩინეთმა პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩინეთმა ისეთი წარმატებული ისტორია აქვს მას ბოლო 20-25 წლისა, რომ ჩინეთი დაიკავა საბჭოთა კავშირის ადგილი. და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მონოკაპიტალისტური აი ეს სისტემა, რომელიც შეიქმნა, რომლის ატრიბუტები იყვნენ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა საერთაშორისო სავაჭრო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ასე შემდეგ, ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც გადაგებდა ახალ მსოფლიო წესრიგს, რომ თავისუფლება და თანასწორუფლებიანობა მთელ მსოფლიოში, კაპიტალის თავისუფალი გადადინება, სამუშაო ძალის, რომ ყოველგვარი საზღვრები იშლებოდა, იგრძალებოდა პროტექციონიზმის პოლიტიკა და შემდეგ ეს კარდინალურად შეიცვალა. რატო? იმიტომ რომ გაუჭირდა შეერთებულ შტატებს და კაპიტალისტურ სამყაროს ისევ გაუჭირდა, იმიტომ რომ მსოფლიო ისევ დანაწილდა ორ გავლენის ორ დიდ სფეროდ. ეს არის გავლენის სფერო, რომელიც ჩინეთის დაქვემდებარების ქვეშ იყო და გავლენის სფერო, რომელიც მათ დაქვემდებარების ქვეშ იყო, რომელიც შეიზღუდა. და აქედან გამომდინარე, ჩვენ ხედავთ, რომ შეერთებული შტატები ცდილობს თავისი ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას სხვების ხარჯზე, მათ შორის კაპიტალისტური ქვეყნების ხარჯზეც. კი, პირველ რიგში თავის მოკავშირეების ჭამას იწყებს როგორც წესი და მინდა რომ თავარი შინაარსი მაინც ამ დაპირისპირების არა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დაპირისპირება. უკრაინის მოვლენები, რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება. ცდილობს რომ მოძლიერდეს ჩინეთთან დაპირისპირების წინ. უფრო ისე შეგვიძლია ვთქვათ, მოძლიერდეს, მიითვისოს ყველა რესურსი, რომელიც შეუძლია, რომელსაც ხელი მიუწვდება და რეალურად ევროკავშირის და ნატოს არაფერია მეტი გარდა ამერიკის შეერთებული შტატების რესურსის, რომელიც უნდა ამოიღოს, როცა მოუნდება და ზუსტად ამას უყურებთ და მაგიტომ მინდა რომ ცოტნე ახლა შენ კითხო. ეკონომიკური კრიზისების პერიოდში მწვავდება კაპიტალიზმის ყველა წინააღმდეგობა. კრიზისების ზარალს აყენებენ არა მარტო მშრომელებს, არამედ წვრილ და საშუალო ბურჟუაზიასაც. ათასობით ადამიანი კოტრდება. კრიზისი იმის კაფიო დადასტურებაა, რომ კაპიტალიზმმა მოჭამა თავისი დრო და საზოგადოების პროგრესის მუხრუჭად გადაიქცა. კრიზისების პერიოდში მოსახლეობა სულ უფრო დიდი ფენები რწმუნდებიან, რომ საჭიროა კაპიტალისტური წყობილების შეცვლა, უფრო პროგრესული წყობილებით. მსხვილი კაპიტალი, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ბატონობა, ბურჟუაზიულ სახელმწიფოს იყენებს კაპიტალიზმის საყრდენებით განსამტკიცებლად. ამ მიზნით სახელმწიფო ახორციელებს მთელ რიგ ანტიკრიზისულ ღონისძიებებს. მათ განეკუთვნება საზოგადოებრივი სამუშაოთა ორგანიზაცია, სახელმწიფოს სექტორის განვითარება, ეკონომიკის მილიტარიზაცია, ომების მომზადება და გაჩაღება და სხვა.
და მინდა რომ აი ხა ჩვენ შევუყურებთ, როდესაც ეს სოციალური სამართლიანობა, რაც ევროპას ჰქონდა, ისევ შეერთებული შტატების და საბჭოთა კავშირის დამსახურებით, რომ საბჭოთა კავშირმა ანახა გზა და შეერთებულმა შტატებმა თავისი ხოლგა გადააფარა და მილიტარიზაცია არ სჭირდებოდა ასეთი ჩვენს ევროპას ამ შემთხვევაში, ხედავთ რომ გადაწყვიტა ისევ დასავლეთ ევროპამ რომ დაიწყოს ხელახალი მილიტარიზაცია და ამაზე უკვე ძალიან ხშირად ლაპარაკობენ, მეგონი 800 მილიარდზე არის პირველ რიგში საუბარი და ასევე არ ბალავენ რომ მათ არ იციან ეს ფული საიდან უნდა მოიტანონ თუ არ შეამცირებენ ამ სოციალურ კეთილდღეობას. და მინდა რომ აი ამაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ახლა მართლაც არის როგორც თემურმა აღწერა ეს მეხუთე ნიშანი მზადდება ომები და კონფლიქტები რეალურად. უბრალოდ ომი და კონფლიქტი უკვე მიმდინარეობს, მაგრამ მზადდება უფრო დიდი კონფლიქტები ამ შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია ზუსტად კრიზისიდან. მოგესალმებით პირველ რიგში მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. დაუშვათ ის კონტექსტი, რა კონტექსტზე ჩვენ საუბრობთ ამ შემთხვევაში, ხო, მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების პროცესზე, როგორც ნიშანზე იმპერიალიზმისა, ხო, როგორც ამას ლენინი გვასწავლის და გვეუბნება. ერთი საინტერესო ფაქტი არის, აი კონკრეტულად უკრაინის ომი და ომის პროცესი, მისი დაწყება და გაგრძელების და დასასრული ის კონტურები რაც გამოიკვეთა, საინტერესო არის იმ მიმართულებით, რომ პრინციპში აი ამერიკულ-ჩინური დაპირისპირება, ხომ, ტრამპის მოსვლის შემდეგ ჯერ კიდევ 2016 წელს ეს კონტურები მაშინ იკვეთება, რომ ეს დაპირისპირება იწყება, ხო, ფაქტობრივად ის სავაჭრო ომში ითრევს სინ ძინპინი ჩინეთს, მაშინ როდესაც აი ჩვენ გვახსოვს ტრამპის მოთხოვნა სინ ძინპინის წინაშე რომ ის გადასულიყო მცურავ სავალუტო კურსზე, თავისი იენი გადაიყვანა მცურავ სავალუტო კურსზე, რომელიც როგორც ტრამპი ამბობს, იმ პირობებში, როდესაც ამერიკას მცურავი სავალუტო კურსი აქვს და ჩინეთს არ აქვს, ეს მას აძლევს უპირატესობას ამერიკასთან ვაჭრობის ეს განმარტოთ რას ნიშნავს ანუ ბაზარს მინდობილი სავალუტო კურსი არის სხვა ალტერნატიული ბაზარს რომელშიც დოლარია დომინანტი და ხო, ამას მინდო კი, აი მაგაზე არის საინტერესო ისტორია, იაპონური ინდუსტრიის განვითარების ისტორია, ზუსტად მსგავსი ისტორია, როდესაც აი იაპონური მანქანათმშენებლობა 90-იან წლებში აღწევს საკუთარი წარმოების ზენიტს და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს უქმნის უკვე პრობლემებს იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი ქარხანა და ინდუსტრია ამერიკის შეერთებულ შტატებში აი ამ იაპონური მანქანათმშენებლობის გამო იხურება და ძალიან ბევრი ადამიანი კარგავს სამსახურს, სამუშაო ადგილებს და ზუსტად იგივე გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იაპონიას მოსთხოვა, რომ კონტროლირებადი სავალუტო კურსი, რომ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული კონკრეტულად ეს სავალუტო კურსი შეეცვალა მცურავ სავალუტო კურსზე გადასულით და უბრალოდ იაპონიამ თავიდან ცადა შეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ხვდებოდა რასაც ნიშნავდა ეს მისი ეკონომიკისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ მისი უსაფრთხოების ხოლგის ქვეშ იმყოფებოდა იაპონია, მოუწია აი ამ დათმობაზე წასვლა და სინ ძინპინმა, როდესაც 2016 წელს უსწორად მახსოვს მოსთხოვა იგივე ტრამპმა ჩინეთს, სინ ძინპინმა უთხრა, რომ ის ამის გაკეთებას არ აპირებს და ურჩევნია, რომ ის სავაჭრო ომი, რითაც ის ემუქრება, ტრამპი ემუქრება მას დაიწყოს. და ვნახოთ ვინ იქნება ამ სავაჭრო ომში გამარჯვებული. ჩინეთი თვითონ შევიდა. ასე იგი WTO, სავალუტო ორგანიზაციაში, სავალუტოში არა, სავაჭრო ორგანიზაციაში, იმიტომ რომ ჩინეთმა მიაღწია ტექნოლოგიური განვითარების ისეთ დონეს, როცა მას უკვე კონკურენცია შეეძლო. საერთოდ ეს ორგანიზაცია ვის მიერ არის შექმნილი? ძირითადად, შეერთებული შტატების მიერ, იმიტომ რომ იმ მომენტში მას აწყობდა, იმიტომ რომ ის ტექნოლოგიურად წინ იყო და მაშინ ჩაითრია მთელი მსოფლიო, მათ შორის რუსეთიც, მათ შორის ჩვენც. და ჩინეთი შევიდა. და ჩინეთს უკვე აწყობდა მასში მონაწილეობა, იმიტომ რომ ჩინეთს გარკვეული ტექნოლოგიური უპირატესობები გააჩნდა. თავარი უპირატესობა ჩინეთის მაინც გეგმიურ ეკონომიკაშია. რომ საერთო ჯამში ის ვითარდება ერთიანი გეგმის მიხედვით მისი ეკონომიკა და ეს არის უდიდესი უპირატესობა შეერთებულ შტატების ეკონომიკასთან, სხვა ეკონომიკებთან. და აქედან გამომდინარე, ჩინეთს აწყობდა, ჩინეთს ეს არ აწყობს ახლა რაც არის. იმიტომ არ აწყობს, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული კრიზისული მოვლენები, ტენდენციები არსებობს თვით ჩინეთის ეკონომიკაშიც კი, იმიტომ რომ
ხედავთ რომ ესე იგი იმპორტი შეიზღუდა, მაღალ ტექნოლოგიური პროდუქციის ამერიკიდან შეზღუდეს. ნუ რუსეთს რასაც უკეთებს ამერიკის შეერთებული შტატი, იგივეს უკეთებს ჩინეთს. სანქციებს ომია და ამერიკას კი არ აწყობს უკვე ის მდგომარეობა. საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის ფუნქციონირება და შემდეგ, იმიტომ რომ ამერიკამ თავისი ტექნოლოგიური უპირატესობები დაკარგა. ის ერთ-ერთი ნიშანი არის კაპიტალის გატანას, ჭარბობს საქმის გატანას. ვლადიმერ ულიანოვის მიერ ფორმულირებული იმპერიალიზმის ნიშანია ერთ-ერთი ძირითადი. მოდით პირველიდან გამოვყვეთ და კი, შეგვიძლია მაგრამ ახლა სიტუაცია დაშირდა. კაპიტალის გატანას, ჭარბობს საქმის გატანას. კაპიტალი გაიტანა შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთში გაიტანა თავის დროზე. ეს კისინჯერის ახალი პოლიტიკის შედეგი იყო, სხვათა შორის ორი კურდღელი დაიჭირა შეერთებულმა შტატებმა, ჯერ ერთი ჩინეთში მან ნახა იაფის სამუშაო ძალა. ჩინეთში მან ნახა რომ ესე იგი ჩინური მხარე არ აყენებდა არც ეკოლოგიურ მოთხოვნებს და აქედან გამომდინარე მან ესე იგი ეკონომიკურად სტამატებული სტაბილური ბაზარი იყო. სტაბილური ბაზარიც თავიდან რა თქმა უნდა იქ მსგლობის უნარი თანდათანობით ამაღლების შედეგად ბაზარიც მოიპოვა შეერთებულმა შტატებმა. თავიდან 700-800 მილიონი მოსახლეობა ჩინეთისა მშიერი იყო. ეს ახლა არის გამოვიდა სიღარებიდან ესენი. თავიდან აი ის მაოძედუნის დროს შიბრები იყვნენ. მაგრამ მეორე კურდღელი რის დაიჭირა რომ საბჭოთა კავშირს დაუპირისპირდა ჩინეთი. მანამდე ერთად იყვნენ. თან რა ხდება? ამერიკის შეერთებული შტატები შედის თავისი კაპიტალით ჩინეთში ქვეყანაში, სადაც მატერიალური ტექნიკური ბაზა რომ დაამყნა შენი კაპიტალი იმას უკვე შექმნილია და ვის მიერ არის შექმნილი? ეს არის სტალინის და საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილი. იქ ძიმე ინდუსტრია უკვე შექმნილია, ენერგეტიკული ესე იგი საფუძველი აი ამ ეკონომიკისა ესეც შექმნილია, ჰიდროელექტროსადგურები და ქვანახშირის წარმოება და ასე შემდეგ. ასე რომ ეს საბჭოთა კავშირის არასწორი პოლიტიკის შედეგიც იყო, რა თქმა უნდა, ხრუშჩოვის, მაგრამ ეს იყო მაოძედუნის არასწორი პოლიტიკის შედეგიც. ის სტალინის აკრიტიკებსო ხრუშჩოვიო, უფრო მაგარი სტალინელი ვარო. და ასეც იყო, რა თქმა უნდა. და ამ საბაბით საბჭოთა კავშირის განუდგა და ჩაიხუტა შეერთებულ შტატებს. ეს იყო სტალინური პოზიცია მაოძედუნისა. ეს დიდი შეცდომა იყო. მოდით აი დავიწყოთ და ცოტნე მინდა შენგან დავიწყოთ. ეს არის პირველი ნიშანი. წარმოების და კაპიტალის კონცენტრაცია მონოპოლიების წარმოქმნას იწვევს. მსხვილი საწარმოები და ბანკები ერთიანდებიან, ქმნიან მონოპოლიებს, რომლებიც დომინირებენ ბაზარზე და ანადგურებენ კონკურენციას. ხო, ანუ ეს მეორე ნიშანშიც გადადის, თუმცა ამის ყველაზე ალბათ ნათელი მაგალითი გვაქვს BlackRock-ი, ხო? Vanguard-ი. როდესაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ ეკონომიკურ ნაწილს ეხება და მინდა რომ გავაერთიანოთ მეორე ნიშანს. ბანკური კაპიტალის გაერთიანება სამრეწველო კაპიტალთან, რაც ფინანსურ ოლიგარქიას წარმოშობს. ბანკები და მრეწველობა ერწყმის ერთმანეთს, რის შედეგადაც იქნება ელიტარული კლასი, რომელიც აკონტროლებს როგორც ეკონომიკას, უკვე ისე პოლიტიკას და ჩვენ ვხედავთ აი მაგალითისთვის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი უახლოესი რაც ხდებოდა არის გერმანიის ახალი კანცლერი. BlackRock-იდან წამოსული ბანკირი, რომელიც არის ალბათ ყველაზე პროამერიკული გერმანიის ისტორიაში ყველაზე პროამერიკული კანდიდატი იყო და რომელიც თამაშობს რომ დაპირისპირებულია ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. და მინდა აი ამ პირველ ორ ნიშანზე პირველ რიგში შენ გახსნა და შემდეგ ბატონჩემურის ჩაგვერთვი. კი ბატონო, აი პირველად ანუ სწორად ახსენე დაუშვათ იგივე BlackRock-ი, რომელიც ამას ერთ-ერთი ასე ვთქვათ ილუსტრაცია არის რეალურად როგორ მუშაობს ის, რასაც ლენინი თავის დროზე წერდა. ის დაუშვათ
რაღაცა ნარატივი, რომელსაც ტრამპიც ქმნის, ხო, როდესაც ის საუბრობს რაღაცა deep state-ზე, საუბრობს რაღაცა ან ჩვენი პრემიერი ან ლიდერები, როდესაც გლობალურ ომის პარტიაზე საუბრობენ, ხო, ან ცოტა ფინანსურ ოლიგარქიაზეა საუბარი. სინამდვილეში ფინანსურ ოლიგარქიაზეა საუბარი, გაუგებარია ესე ზოგადად რომ deep state-ი რო იტყვიან, ცოტა გაუგებარია გლობალური ომის პარტიას გაუგებარია და რომ სახელდებას ვერ ახერხებს ვერც ერთი. ან ვერ ახერხებს, ან არ უნდა რომ მოახერხოს გლობალური ფულის პარტია, რომელსაც ომი დასჭირდა. კი, ომი დაჭირდა, ხო, აი ეგ არის მან ძალიან საინტერესო, აი თავიდან ბატონმა თემურმა რაც დაიწყო დაუშვათ უკრაინის ომზე და ასე შემდეგ. ხო, ეს ტრამპიც ყველა დღეს ყველა თანამედროვე ეს ლიდერი, ვინც ამ ყველაფერს უპირისპირდება, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს, რომ უპირისპირდება, ამბობს რომ ეს მათი ბრალია ის პროცესები, რა პროცესებიც მიდის დღეს მსოფლიოში. ტრამპმა უკრაინის ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. კი, ანუ ის პირდაპირ ხელს ადებს ამ ხალხს, რომ ამათი დამსახურება ტრამპი. რატომ ამბობს რომ არ უნდა დაწყებულიყო, რომ წააგო. ვიდო ხედავს რომ წააგო. კი, რა თქმა უნდა. ტრამპი რო ყოფილიყო, მაგის ადგილას თავის დროზე. ტრამპი დაიწყებდა პროქსი გადაქცევა, სწორად აღნიშნე გადაცემამდე 2016 წლიდან ტრამპი აიარაღებს უკრაინას და ამით ამაყობს უკრაინის გადაქცევა თავის ესე იგი სამხედრო მანქანად რომელიც დაჯახებოდა რუსეთს. ყველაზე ეფექტური შეიარაღება ტრამპის დროს აქვს მიღებული უკრაინას. თვითონ ამბობს მაგას კი არც მალავს, მაგრამ აი მან რა ზელენსკის პირდაპირ თქვა მე შევქმენი შენგანო მაგარი ბიჭიო. ესე უგნო უჩემოთ არავინ არ იქნებოდია. ხო, და ეხლა უკვე დრო არის რომ დამთავრდეს ეს ომი, იმიტომ რომ უკვე აღარ არის მის ინტერესებში ეს ომი, მაგრამ რომ რუსეთი არ მარცხდება, რუსეთს ვერ იმორჩილებს, რუსეთი პირიქით დაუახლოვდა ჩინეთს და რუსეთ-ჩინეთის ალიანსი გამოიკვეთა და საერთოდ ხედავს რომ ბრიქსი წარმოიქმნა და უფრო გაძლიერდა ის გავლენის სფერო რომელსაც ასე თუ ისე აკონტროლებდა ჩინეთი. კი ბატონო, მაგრამ აი ეს კითხვა მაქვს მე და დავსვამ ამ კითხვასაც ბარემ რომ აი დაუშვათ იგივე საქსი და სხვა რაღაცა ის იდეოლოგები დაუშვათ იმ მერშაიმერი იმ ტრამპის დღევანდელი პოლიტიკის იდეოლოგები, ვინც აი ამ ომის დასრულებას და რუსეთთან ურთიერთობების დაალაგებისკენ მოუწოდებს ტრამპს და აი ამ მის აი ამ პოლიტიკას თეორიულ საფუძველს აძლევს, ხო, ისინი ეხლაც ამტკიცებენ რომ ჩვენ მაშინაც ომის დაწყებამდე დიდი ხანია ჩვენ ვიძახით რომ ეს პროცესი არ უნდა წავიდეს ასე, იმიტომ რომ რუსულ-ჩინური ალიანსი რომელიც შედგა პრინციპში უკრაინის ომის შემდეგ, ხო, შეიძლება დამღუპელი აღმოჩნდეს დაუშვათ ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონისთვის. ანუ ამერიკელებს ეს ხალხი, ვინც დღეს უკვე ხელისუფლებაში აფრთხილებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო და აი ვისი ინტერესია მაშინ, აი ჩვენ უნდა გაუმიჯნოთ, ეხლა ეს მინდა ესე ვისაუბროთ, რომ უნდა გაუმიჯნოთ ამერიკული სახელმწიფო, დაუშვათ რომლის ინტერესში შეიძლება არ ყოფილიყო დაუშვათ უკრაინა-რუსეთის ომი და უნდა და გამიჯნოთ გამოვყოთ აი ეს რაღაცა ფინანსური ოლიგარქია რომლის არ გეთანხმებით მაგაში. არა, იმიტომ არ გეთანხმებით რომ უკრაინის ომი ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აწყობდა იმდენად, რამდენადაც ეს პერსპექტიული არ იყო. თორემ რატო არ აწყობდა უკრაინაში ომი? რუსეთის დასუსტება არ აწყობს ამერიკას? არა, ეგ რა თქმა უნდა რუსეთის გამოყენება ჩინეთის წინააღმდეგ იმდენად დასუსტება რომ მან პირდაპირ კონტროლი განახორციელოს რუსეთის რესურსებზე, მათ შორის სამხედრო რესურსებზე. კი ბატონო, ეს მეგონი ამ შემთხვევაში ცოტნი ამბობს იმას, რომ ეს ოლიგარქიული კაპიტალმა საბოლოოდ ჩაიგდო ხელში პოლიტიკა. აი ამას მე მგონი პოლიტიკა ჩაიგდო, სახელმწიფო ჩაიგდო, არ არსებობს სახელმწიფო ოლიგარქის გარეშე. Deep State-ზე ესე იგი ებრძვის დღეს ტრამპი, ხო? თვითონ ვინ არის? მილიარდერი, რომელიც პრეზიდენტია ხელისუფლებაშია. ვინ არის მის ადმინისტრაციაში? მას კი ვინ არის? იგივე Deep State-ი არ არის ეგრეთ წოდებული მილიარდერი. და კიდევ ბევრი ჩამოთვლა შეიძლება, რომელიც მან ესე იგი შემოიკრიბა და ახალი ეკონომიკური პოლიტიკა შესთავაზა, თავს მოახვია და ასე შემდეგ, თუნდაც აი ეს 9 ტრილიონი
ესე მობილიზება ფინანსების იმისათვის რომ ტექნოლოგიური წინსვლა იყოს. ყველა აი ამ მაღალ ტექნოლოგიური, თანამედროვე ტექნოლოგიური, სუპერთექნოლოგიური კომპანიები აი ამ მიზნის ქვეშ დარაზმა. ეს რა არის? Deep State-ი არ არის? ის ფინანსური ოლიგარქია. არ არსებობს სახელმწიფო ფინანსური ოლიგარქიის გარეშე. ზუსტად ეს მაინტერესებს. თითქოს ახლა თამაშობენ ესეთ თეატრს, რომ ინდუსტრიული ოლიგარქია უნდათ რომ გამოყონ ფინანსური ოლიგარქიისგან. თითქოს უპირისპირდებიან ამ საბანკო ოლიგარქიას. ესეც არის პირობითი. ჩვენ ვერ გავსაზღვრათ სად თავდება ინდუსტრიული კაპიტალი და სად იწყება ფინანსური კაპიტალი. ვერ განსაზღვრავ იმას. აი დაუშვათ კაპიტალი, რომელიც დაუშვათ სპეკულატიური კაპიტალი უпроსორად რა, საბანკო კაპიტალი, რომელიც იმაზეა პარაზიტული, ასე ვთქვა, პარაზიტად რო იქცა, რომ თავის თავს ჭამს. ვერ განსაზღვრავ, სად თავდება ისა და სად იწყება ეს. იმიტომ რომ მაგრამ პოლიტიკა იცვლება, კი ბატონო, თუ უპირატესად ძლავრობდა ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის აი ამ ეპოქის პირობებში, რომელიც ტეტჩერიდან და რეიგანიდან დღემდე მოდის, აი დღემდე მოდის 40 წელია, ხო? მაშინ შარვობდა პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობდა ესე იგი ფინანსური კაპიტალის უპირატესობა გამოიკვეთებოდა იმ პოლიტიკაში. და დაქვემდებარებული იყო აი ეს ინდუსტრიული ასე ვთქვათ კაპიტალი, მაგრამ ამან იმხელა კრიზისამდე მიიყვანა ეს სისტემა, რომ საკუთარ თავს ჭამს უკვე დამთავრებულია, თან ჩინეთი გამოჩნდა აქეთ კონკურენტი. ჟანგბადს გისპობს ისა, შენ ჟანგბადი არ ყოფნის. აქედან გამომდინარე, უკვე საუბარი წავიდა იმაზე, რომ ჩვენ ტექნოლოგიები ჩამოვჭით და საჭიროა ესე იგი ახალი ტექნოლოგიური გარღვევა მოახდინოთ შეერთებული შტატების ეკონომიკის მიერ და ყველგან ეკონომიას ეძებენ. არ არსებობს მიმართულება, სადაც დღევანდელი ადმინისტრაცია მასკის ხელმძღვანელობით არ ეძებდეს ფინანსურ საშუალებებს. ეს სამხედრო სფეროა, ახლა გამოცვალდა რომ რაღაცა ნატოში აი ხელმძღვანელობაში ცვლილებები უნდა მოხდეს. ამერიკა უკვე არ არის პრეტენდენტი, რომ ნატო ხელმძღვანელოს შესაბამისად პასუხისმგებლობაც არ აქვს და 250-300 მილიარდი დოლარის ეკონომია არის ეს ყოველწლიური ეკონომია შეერთებული შტატებისთვის. და ამას ეძებს ის ყველგან, აი ეს რა ქვია ბრძოლა მასშტაბური კორუფციის წინააღმდეგ რა არის გაუჭირდა. დამატებით ფინანსებს ეძებს ევროპისთვის, რო აძალებს ევროპას, რო იყიდოს იარაღი, ევროპა თავად ვერ აწარმოებს. იარაღი ახლა ეს აქ ეშმაკობაცაა ჩადებული, ევროპა ტექნოლოგიურად ვერ განვითარდება, თუ სამხედრო სფეროს განვითარდება. კი განვითარდება, მაგრამ იქ არაპირდაპირ განვითარებაა ეს ტექნოლოგიური. ის ფაქტიურად არამწარმოებლური დანახარჯებია სამხედრო სფეროში დახარჯული ნებისმიერი დოლარი, ნებისმიერი მანეთი. ეს არის არაეფექტური მანეთი, არაეფექტური დოლარი რეალური ეკონომიკის თვალსაზრისით. და თავს მოახვია, რა თქმა უნდა, ევროპას, რომელიც კონკურენტია მისთვის. და რისგან დავიწყეთ, ესე იგი არ არსებობს სახელმწიფო და ფინანსური ოლიგარქია ცალ-ცალკე. ერთად არის უბრალოდ პოლიტიკა იცვლება. ახლა იმან კრიზისი განიცადა, თავზე ჩამოემხოთ აი ეს ნეოლიბერალური კაპიტალიზმის სისტემა, რომელსაც თავისი 30-35 წლიანი დროის ინტერვალი მისცა საბჭოთა კავშირის დანგრევამ, სოციალისტური სისტემის დანგრევამ. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის სათავეში რეგვენი ხელისუფლება და მოღალატე ხელისუფლება მოექცა, რომელმაც დაანგრია საბჭოთა კავშირი და სოციალისტური სისტემა თვითონ თავის ხელით. და 50 წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი საბჭოთა კავშირის ადგილზე ახალი წარმოიქმნა, ახალი წარმონაქმნი ჩინეთის სახით და თავზე ჩამოემხოთ ეს სისტემა და ეცვლიან, რა თქმა უნდა, პოლიტიკას, ტაქტიკას. ტაქტიკას შეიძლება ცვლიან, მაგრამ რითი იცვლება? აი მან ეს ესეც საინტერესო საკითხია. აი იგივე
დაუშვათ აი ფინანსური ხარჯების შემცირებაზე, როდესაც საუბრობენ თვითონ ამერიკელი ტრამპიც და მასკა ყველგან რომ ფულს ეძებენ, კაპიტალს ეძებენ, ნუ რეინდუსტრიალიზაციის პროცესისთვის, ნუ როგორც ჩვენ გვესმის ეს, ხო? მაგრამ აი დაუშვათ აი ის თუნდაც ის ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა რაც ჰქონდათ მათ აი ბოლო 35 წლის განმავლობაში, ხო? ეს ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა მეტნაკლებად მოიცავდა რაღაცა საჯარო სიკეთეებს და რაღაცა სოციალური სახელმწიფოს ნიშნებს. იგივე ევროპაშიც, ხო? ნუ ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ ახლა ეს მოიცავდა ხო ვიცით რატომ? ხო, მოიცავდა საბჭოთა კავშირთან დაუშვათ კონკურენციის ფონზე, მოუწიათ ამ ყველაფრის გაკეთება და დღეს ხო, ანუ კი შეიძლება ნეოლიბერალური ეკონომიკა მთავრდება რაღაცა გაგებით, მაგრამ კიდევ უფრო მტაცებლური ხო არ იქნება, კიდევ უფრო მძარცველი. არა, ნუ რა თქმა უნდა, წინააღმდეგობრივი პროცესია ახლა ერთდროულად ტრამპი ამცირებს აი სოციალურ დატვირთვას კაპიტალისა. გერმანიაში რა ხდება, იგივე ხდება და ყველგან იგივე ხდება ეს დანახარჯები სოციალურ საკითხთან დაკავშირებული დანახარჯები სოციალურ პრობლემატიკასთან ყველგან მცირდება კაპიტალისტურ სამყაროში. მესამე ნაწილზე გადავიდეთ. თქვენ კი შეეხეთ, მაგრამ აქ მეორე ნაწილი მაინტერესებს თქვენი ანალიზი ამის. კაპიტალის ექსპორტის საქონლის ექსპორტზე მნიშვნელოვნად მაღლა დგას. განვითარებული ქვეყნები ინვესტიციებს ახორციელებენ კოლონიებსა და განუვითარებელ რეგიონებში, რაც ამ ქვეყნებს ეკონომიკურად დამოკიდებულს ხდის. აი აქ კიდევ ერთ წინააღმდეგობას ხედავ მე ამ შემთხვევაში და მაინტერესებს აი თქვენი აზრი, ბატონო თემურ. ჩვენ ვხედავთ, რომ რბილი ძალა, რომელსაც იყენებდა ამ შემთხვევაში იგივე რადიო თავისუფლება თუ ასე შემდეგ კი ერთის მხრივ ეს არის ეკონომიის მიზნით გაკეთებული, რომ ეს თანხები აღარ უნდა დაიხარჯოს, მართლა ხო ნუ ისიც არის, რომ ჩაფლავდა ეს პროექტები, რა თქმა უნდა, ხალხს საზოგადოებაში უკვე დასაწინი იყო პატივისცემას ეს რადიო თავისუფლება და ესეთი რაღაცები აღარ იმსახურებდა USAID და ასე შემდეგ. ნუ ეს ეკონომია ერთი ამ თანხების, მაგრამ ამ პროექტებს რეალურად შეერთებული შტატები იყენებდა რისთვის, ხო? თავისი ამ ლიბერალური დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრის პრინციპების გასავრცელებლად საზოგადოებებში, რომლებიც მერე საკუთარ კანონმდებლობას უქვემდებარებდნენ ამ პრინციპებს და შესაბამისად უმარტივდებოდა მათ კაპიტალს, რომ შესულიყო ამ ქვეყნებში აერთვისებინა რესურსები ბევრად იაფად. გაიხადა დაქვემდებარებული ეს ქვეყანა. დაქვემდებარებული გაიხადა ქვეყანა, იაფი მუშახელი ყოლო და საგაძახადო სისტემა არ ქონდა და ეკოლოგიური რეგულაციები არ ქონდა. მოკლედ, ანუ აი ამაზე რა შეგვიძლია გითხრათ? ეს გაუქმებული USAID-ები და აი ეს თავისუფალი რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა და ესენი სულ და ადრე ემსახურებოდა იმ სისტემას, ნეოლიბერალური ერთიანი გლობალური სისტემის შექმნას, რომლის ფარგლებშიაც შეერთებული შტატები ცურავდა ისევ როგორც თვითონ უნდოდა, როგორც თევზი წყალში ისე გრძნობდა თავს და ახლა ეს არ ჭირდება, რა თქმა უნდა, ფრაგმენტაცია ხდება მსოფლიოსი და მან აგრესიული ეკონომიკური პოლიტიკა გაატარა ყველას მიმართ, არა მხოლოდ ჩინეთის და რუსეთის მიმართ, არამედ თავისივე პარტნიორების მიმართ, როგორიცაა გერმანია, როგორიცაა საფრანგეთი, კანადას გადაყლაპას უპირებს. დანიას სტარტმევას უპირებს. ამხელა კანადას. ევროკავშირსაც 25%-იან სატარიფო ხო, მთლიანად ევროკავშირს დაუწისა და რა შეჯერდება ახლა ეს მექანიზმები მას ჭირდებოდა საპირისპირო სისტემის განსახორციელებლად და შესანარჩუნებლად. და მე დარწმუნებული ვარ საერთაშორისო სავაჭრომიდან და ორგანიზაციიდან შეერთებული შტატები მალე დააყენებს რომ გავიდეს იქიდან საკითხს. და რაც შეეხება იმას კაპიტალის გატანა რო შარბობს, საქონლის გატანაზე ეს იმ პერიოდში აღმავალი კაპიტალიზმის პირობებში ავტომწერს ჩვენი ავტო მარღია იმასო აღმავალი კაპიტალიზმის პირობებშიაცო კომენტარებში წერს ასე თუ ისეო ვარათანაბარად ვითარდებაო კაპიტალიზმიო და იმიტომ აიღო მარქსმა ინგლისიო თავის კაპიტალის საილუსტრაციოდო ინგლისის სისტემა შეისწავლა კაპიტალისტური მაგრამ რა თქმა უნდა აღარ მეტნაკლებად არათანაბრად ვითარდებოდა მაშინაც კაპიტალიზმი ეს კაპიტალიზმის ისეთი ეს არის მახასიათებელი ეს არის არსობრივი მახასიათებელი უბრალოდ ამ ტენდენციამ იმპერიალიზმის ეპოქაში ახალი სიჩქარე აიღო
ჩვენ ვხედავთ ამ ტენდენციას განსაკუთრებით გამოკვეთილ ტენდენციას, რომ კაპიტალისტური ქვეყნები არათანაბრად ვითარდებიან. რამაც გამოიწვია პირველი მსოფლიო ომი, შემდეგ მეორე მსოფლიო ომი. მესამე მსოფლიო ომის შეუძლებელია. რატომ? იმიტომ რომ ბირთვული სამყაროა. ეს ჯემალ ბაჭგორიამ თქვა ჯერ კიდევ 30-35 წლის მაშინ სტუდენტი ვიყავ. ამის გამო ბირთვული ეპოქაა. შეუძლებელია მესამე ომი იქნება ისეთი, როგორც არის აი მიუშო უკრაინა დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ. თეორიული ვიძახი დაუშვათ მიუშვებს იმას, რა ქვია, ტაივანს, შეიარაღებს ჩინეთის, თუმცა იქ ძნელია ექსპორტია და ასე შემდეგ. მიუშვათ ვიეტნამს დაუშვათ, რომელიც სოციალისტურია და სადაც კაპიტალი გადააქვს ტერიტორიულად, გეოგრაფიულად, მიუშვებს იაპონიას ჩინეთის წინააღმდეგ დაუშვათ. აი ასეთი სახის ომების შესაძლებელია. და ამის შესაძლებლობაც ვიწროვდება. რატო არა ტრამპი ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს აქეთ-იქით აწყდება турბულენტობა დღევანდელი იმპერიალისტური სამყაროსი არის ტრამპი. ტრამპი არის დღევანდელი იმპერიალიზმის სახე, რომელსაც სუქცვაგის მდგომარეობაშია. რა სულაც არ უნდა გააკეთოს, რა ჭკვიანური სულაც არ უნდა გააკეთოს. დღეს იმპერიალიზმი შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით თუ ამ ხელმძღვანელობა ქვია უკვე არის სუქცვაგის მდგომარეობაში უარეს პოზიციას მიიღებს. რაც არ უნდა ჭკვიანური სულა გააკეთოს. ერთმანეთს ჭამენ, დაევრინებენ უკვე ერთმანეთს. აერია მონასტერი. სად? კაპიტალისტურ სამყაროში. რუსეთი რა არის? კაპიტალისტური არ არის? რუსეთი მთელი ამ ხნის განმავლობაში იქ ცდილობდა შესვლას. დიდშვილეულში, დიდოცეულში 2007 წელს პირველი გაფრთხილება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა. გაფრთხილება, რომ ასე არ ვარგაო რა. მეც აქ უნდა ვიყო თქვენთან ერთად. იმის შემდეგ რამდენი გავიდა? კიდე 7 წელი 2014 წელს აშკარად გადავიდნენ უკრაინის მილიტარიზაციაზე, როცა მოიყვანეს უკრაინის კიევში ფაშისტური ხელისუფლება. 2014 წელსაც რუსეთი ცდილობდა იმ პოლიტიკის გატარებას, რაც მანამდე იყო. იმ ეგრეთ წოდებული ოჯახის წევრად გახდომა უნდოდა. მოიყვანა საქმე აი აქამდე 2022 წლამდე, როცა იძულებული გახდა, რომ დაეწყო აი საომარი ოპერაციები. ერთ სიტყვით აი ეს საქონლის გატანა, რო ჭარბობს კაპიტალის გატანა და ეს ტენდენცია ლენინმა შენიშნა, ეს ახალ ეპოქის დადგომას ნიშნავდა, იმიტომ რომ თუ მანამდე ინგლისში დაუშვათ, გერმანიაში, შეერთებულ შტატებში ადგილზე იწარმოებოდა საქონელი და ეს საქონელი იყიდებოდა მერე გარეთ კოლონიებში. შეიცვალა ვითარება და უკვე საქონლის წარმოებამ, ორგანიზება ამ ქვეყნებმა, განვითარებულმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს თავიანთ კოლონიებში, იმიტომ რომ იქ იაფი მუშახელი, ბუნებრივი რესურსები ახლოს არის და ძალიან ბევრი პლუსები აქვს, რომ იქ წარმოების ორგანიზება იქ ადგილზე გააკეთა. მინდა რომ აი ნაცისტური გერმანიის მაგალითზე ბოდიში, მაგრამ ამან დაღუპა, რატო არის ცუნცვანის მდგომარეობა? აი ამის გამო, აი ამ ტენდენციის შესაბამისად გაიტანა ამერიკის შეერთებულ შტატებმა ჩინეთში თავის კაპიტალი. ბოლო 40 წლის მანძილზე და აღმოცენდა ესეთი ჩინეთი. თავისი უმთავრესი კონკურენტი თვითონვე დაბადა. ბატონო, და აი მაინტერესებს ახლა რაც მეორე ნაწილი რაც არის, ქვეყნები ინვესტიციებს ახორციელებენ კოლონიებსა და განუვითარებელ რეგიონში, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკურ დამოკიდებულს ხდის. და ანუ რომელი მაგალითით მინდა გამოვიყვანო ეს. ხელოვნურად შეუქმნეს გერმანიას 30-იან წლებში დიდი კრიზისი, რომელმაც საბოლოო ჯამში, როდესაც ყველანაირი კანალი გადაუკეთეს, სესხებს აღარ აძლევდნენ, არანაირ დახმარებას არ უწევდნენ. ამ დროს მოდის ჰიტლერის ნაციონალ-სოციალისტური პარტია ხელისუფლებაში და უცებ ეხსნება ყველანაირი სესხი, უცებ შედის დიდი კაპიტალი შეერთებული შტატებისგან და ინგლისისგან. ხო, იქ ფორდი ყიდულობს Volkswagen-ს, Opel-ს, რაღაც ქიმიურ საწარმოებს ყიდულობენ ამერიკული ქიმიური კორპორაციები, ანუ შეერთებული შტატები და იწყებს მასიურ ინვესტირებას ფაქტიურად დამონებულ გერმანიაში. ხო? ანუ შეგვიძლია თუ არა აი ამის კონტურებიც დავინახოთ ახლა, იმიტომ რომ ჯერ ხედავთ პირიქით, ჯერ ხედავთ რომ გერმანიას ამ განვითარებულ ინდუსტრიებს ჯერჯერობით პარავს და პარავს მუშახელს, ასევე.
ამერიკის შეერთებული შტატები, ხო? კი, ეს კონტურები ალბათ შეგვიძლია დავინახოთ, მაგრამ მან აი თუნდაც დაუშვათ იგივე უკრაინის საკითხს რო დაუბრუნდეთ, ხო? ეს ომი ატყდა, რუსეთმა წაიღო რის წავებად შეძლო, დანარჩენი ნაწილის ათვისება ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა და ეს მინერალების შესახებ ეს რაღაცა ტრაგედია, რომელიც ამ გარშემო დატრიალდა, ამას ემსახურება, რომ დარჩენილი ნაწილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აითვისოს მაქსიმალურად, მაგრამ გუშინ იყო არ ვიცი ნახეთ თუ არა ძალიან საინტერესო ასე ვთქვათ ფაქტი ჩინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ძალიან გავს USAID-ს სახელით. ესე იგი გამოთქვა მზადყოფნა და სურვილი რომ მიიღოს მონაწილეობა უკრაინის რეკონსტრუქციაში ომის შემდეგ. ანუ ჩინეთი ფიქრობს რომ დაუშვათ ამერიკული კაპიტალის ალტერნატივა იყოს უკრაინაში საკუთარი კაპიტალის შესვლით, ხო? ანუ ეს დაუშვათ იგივე დაუშვათ ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენ არაერთხელ გვითხოვს და აღუნიშნავთ ჩინეთს რომ ის იგივე ევროკავშირთან გერმანიასთან და აი იმ ინდუსტრიულ ქვეყნებთან განვითარებულ ქვეყნებთან ვიზებს გას ძირითადად ევროკავშირის ეკონომიკა ხო რომელი ქვეყნების ინდუსტრიებზეც გას ხო მაშინ როდესაც ტრამპი იძახის რომ მოუწოდებს ამ კაპიტალისტებს რომ ჩვენთან გადმოიტანეთ რა ქვია თქვენი ინდუსტრიები და წარმოებებიო და დახურეთ იქო და ჩინეთი ამბობს რომ მე თქვენ დაგეხმარებით რომ თქვენი ადგილზე შეინარჩუნოთ თქვენი წარმოებები ანუ არ დაიხუროს ეს ევროპული ინდუსტრიები შესაბამისად ეს დაპირისპირების ეს რაღაცა ხაზი კიდევ უფრო ფართოვდება ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თუ ეს მანამდე იყო იქ ჩინეთის ზღვის და ინდოჩინეთის ოკეანის მიდამოები ეხლა მათი ის რომ თავარი დაპირისპირება ჩინურ ამერიკული დაპირისპირება სოფლიოში ეს ამაზე მიუთითებს ის რომ ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ის რომ ჩინეთი შედის ევროპულ ბაზარზე და იქ აპირებს ამერიკას დაუპირისპირდეს ჩინეთი გადასულია შეტევაზე. ჩინეთი გადასულია შეტევაზე, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც არის გადასული შეტევაზე თავის მხრივ ტრამპი ჩინეთის წინააღმდეგ შეტევაზეა გადასული და ანუ ეს დაპირისპირება პანამა დაუშვათ ხო პანამა ჩინელებს წაართვა ეს ხა მაინც არ გახარებია და დარწმუნებული ვარ იმაში ჩინეთში ხო შესაბამისად ხო ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება უბრალოდ რაღაცა აი მე ერთი ის არის რომ ეს დაპირისპირება დავუშვათ უკრაინის ომის დასასრული იქ და რაღაცა შეთანხმება როგორც ამაზე ეძახიან დავუშვათ აი საქსი მაგალითად ძალიან აი უტოპიურად წარმოაჩენს აი ამ უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ იმ პროცესებს რომელიც შეიძლება განვითარდეს სოფლიოს საქსი ამბობს რომ ეხლა დგება ერა სადაც ჩინელებმა რუსებმა და ამერიკელებმა და სხვებმაც მათ შორის ნუ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე რა თქმა უნდა მშვიდობიანობის ერაში უნდა იზრუნონ იმაზე რომ მთელი კაცობრიობა განვითარდეს აი სოციალიზმის გარეშე ხო და აი ძალიან მაგითო ძალიან უტოპიურად წარმოაჩენს. გულისხმობს ის კაცი ჯეფრი საქსი. სოციალისტ ხო? ხო, მაგრამ არა. გორბაჩოვი მრჩეველი იყო სხვათა შორის და გორბაჩოვი მრჩეველი იყო ცუდ საქმეებში, მაგრამ ახლა დაჭკვიანდა და ახლა ესე იგი ჩვენ ხედავთ რომ ეს პროგრესული იდეებით გამოდის ასე თუ ისე, თუმცა როგორ მოხერხდება ჩინეთის შეერთებული შტატების და რუსეთის ერთად ყოფნა მშვიდობიანი ამ სოფლიოში, ამ პატარა დედამიწაზე აი ამ სისტემის ფარგლებში. ისე როცა შეერთებული შტატებს უნდა რომ შენარჩუნდეს მისი უპირატესობა ტექნოლოგიური, რომ კონდეთ წვდომა იაფ რესურსებზე და თვითონ აწარმოებს მაღალ ტექნოლოგიური პროდუქცია და სხვებს მიასაღოს ეს და მიყიდოს. ეს არ გამოვა. ყველას უნდა, ჩინეთსაც უნდა ეს. ჩინეთს უნდა, მაგრამ ჩინეთსა და შეერთებული შტატების პოლიტიკა შორის არის პრინციპული განსხვავება. ჩინეთის ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი არის ადამიანი. შიგნით ჩინეთში. კი. მაგრამ გარეთ როგორ ხდება? გარეთ მაინც ეს ჩინეთი ასე თუ ისე აფრიკაში იქნება, სამხრეთ ამერიკაში თუ სხვაგან ავითარებს ადგილობრივ ინფრასტრუქტურას. ადგილზე ესე კაპიტალით შედის, მაგრამ კი ბატონო. საერთო ჯამში ეს კაპიტალი არ უწევს ისეთ ულმობელ ექსპლუატაციას ადგილობრივ მუშახელს, როგორცაც უწევდნენ ტრადიციულად კაპიტალისტური ქვეყნების
კაპიტალები, გადანილი კაპიტალები და იქ სოციალურ პასუხისმგებლობაც შეინიშნება ჩინეთის კაპიტალი სადაც შევიდა იქ ადგილზე იქ საავადმყოფოები შენდება, გზები შენდება, სოციალური ინფრასტრუქტურა შენდება და ასე შემდეგ. პრინციპული განსხვავება. ბევრად პროგრესულია დაუშვათ ვიდრე ამერიკული იმპერიალიზმი, მაგრამ აი ჩინური კაპიტალი, როდესაც შედის რომელიმე აფრიკის ან დაბალ განვითარებულ ქვეყანაში და რო შევადაროთ დაუშვათ საბჭოთა კაპიტალი, ასე რომ ვთქვათ, თუ შედიოდა, ხო არსებობს განსხვავებები. როგორ არ არის განსხვავება? საბჭოთა კავშირი შედიოდა, ნუ ახლა ჩინეთი ასე თუ ისე რა თქმა უნდა ის იწეძებს იაფ ბუნებრივ რესურსებს და აქედან გამომდინარე შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს ადგილზე, აფრიკას ეხება განსაკუთრებით, და ადგილზე ასე თუ ისე ქვეყნებს ის არ უქმნეს ადგილზე ეკონომიკას, რასაც აკეთებდა საბჭოთა კავშირი ყველგან. მათ შორის თვითონ ჩინეთშიც. თვითონ ჩინეთში რაც გააკეთა საბჭოთა კავშირმა, ჩვენ ვხედავთ რომ საბჭოთა კავშირი ყველგან გააკეთა ეს. და ეს ენერგეტიკული სისტემა შეუქმნა, ადგილობრივი მრეწველობა შექმნა იქ, სადაც შევიდა აფრიკის ქვეყნებში და ხელს უწყობდა აი ამ ქვეყნების განვითარებას იმისათვის, რომ შემდეგ ის ყოფილიყო მისი ეკონომიკური პარტნიორი და შემოსულიყო შრომის საერთაშორისო ისეთ განაწილებაში, რომელიც ასე თუ ისე იყო სამართლიანი. და ჩინეთს სხვანაირად არც შეუძლია რომ ეს გააკეთოს. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ აი ეს ტექნოლოგიები ისე განვითარდა რომ ის უფრო იაფი გახდა. მაღალი კლასის ტექნოლოგიები იაფი გახდა და ის სულ უფრო იაფი ხდება ყოველწლიურად. ამიტომ ნებისმიერი დაუშვათ ქვეყანა ყველაზე ჩამორჩენილიც კი შეუძლია წდომა აი ამ ტექნოლოგიებისადმი უფრო თავისუფალი ხდება ყველასთვის. აქედან გამომდინარე კაპიტალს არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია. რომ ჩაიჭიროს ტექნოლოგიები თვითონ და ამის საფუძველზე, ამ ტექნოლოგიურ ოპერატორის საფუძველზე იმუშაოს მოგებაზე, ეს არ გამოვა. ეს პოლიტიკა საერთოდ იძირება. იმიტომ არის ტრამპი რომ აი ვერ გაუგია რა გააკეთოს. გუშინ განაცხადა რომ ესე პუტინს თანაც ძმა უნდა გავხდეო პუტინისო და სი ძინპინზეც იძახის რომ ჩვენო საერთო ენა უნდა გამოვნახოთ. მანამდე სულ სხვას იძახოდა. და ხოლ კიდე სხვა სიტყვა. ეს ტრამპი არის გამოხატულება იმ დაბნეულობისა, რომელიც არსებობს საერთოდ კაპიტალისტურ სამყაროში და ჩვენ ვხედავთ ევროპულ ლიდერებს ახასიათებს კრიზისის დროს მით უმეტეს. კრიზისის დროს მით უმეტეს და ევროპის ლიდერებს შეხედეთ. საერთოდ რას ამბობენ არ იციან. ისინი საერთოდ რეალობას ასწენ საერთოდ ყველანაირად. ესე იგი, ერთი თვით იძახოდნენ რომ ჩვენო უკრაინა ბოლომდე უნდა იომოსო უნდა შევაიარაღოთო და ესე იგი ჩვენ უკრაინის ხარეს დგავართო. პოლონეთი ამას იძახო და გერმანია ყველა დღეს იძახის აი რუსეთი უფრო საშიში იქნება ვიდრე ომი. ომიო და ახლა რუსეთს ესე იგი საყოველთაოდ ეუბნებიან და იმას გახკივიან რა აი რუსეთი მშვიდობისთვის თურმე მზად არ ყოფილა. და უწელავს უკრაინას ერთვიან სამშვიდობო ესე იგი ხელშეკრულებას. ეს არის საერთო კრიზისის შედეგია და ჩვენ უნდა მივხედოთ საქართველოს უნდა კარგად შეხედოს ამ პროცესებს. არ შეიძლება ჩვენ დავჭეთ ოლიგარქების და კაპიტალისტების მარწუხის ქვეშ საქართველოს ეკონომიკა პირველ რიგში. ხო ეს არაეფექტურია უბრალოდ. არა უბრალოდ არასამართლიანია ეს ერთი მხარეა, მაგრამ მეორე არაეფექტურია. ბიზნესმენებმა და კაპიტალისტებმა ხო ხედავ სანამდე მიიყვანეს ქვეყანა. განადგურების პირამდე ვართ მისული. ვისი ბრალია ეს? ბიზნესმენების და კაპიტალისტების, საბანკო კაპიტალის. 35 წელი ჰქონდათ. ერთი მიმართულება მაინც დამისახელეთ, სადაც წარმატება აქვს საქართველოს. აქედან გამომდინარე უნდა შეიზღუდოს კერძო ინტერესები. მე იმას კი არ ვამბობ რომ აქ მოხდეს ექსპროპრიაციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კაპიტალი უნდა დაექვემდებაროს საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებს. მაგრამ ამისთვის ჩვენი ესე იგი სტრატეგიული პარტნიორია ჩინეთი. შევხედოთ ჩინეთში რა ხდება. ჩინეთში არის უმსხვილესი კაპიტალია ეგ. შეგნით. აი ყველა თანამედროვე ტექნოლოგიები, განვითარებული ტექნოლოგიები არის კერძო კაპიტალის ხელში, მაგრამ ეს კერძო კაპიტალი
დაქვემდებარებულია სახელმწიფოს და ის რესურსები, რაც მის ხელშია, მუშაობს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის, რომელსაც განსაზღვრავს მმართველი ძალა. მაგრამ ეს ხო დათმობილი ნებით არ არის, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის შედეგად მოპოვებული და ჩვენ საქართველოში რეალურად არ გვაქვს არანაირი პოლიტიკური ბრძოლის მექანიზმი პირველ რიგში, რომ აი ამ ყველაფერს მივახციოთ, ხო? იმიტომ რომ ამას თავისნებით არავინ არ დათმობს. ის რაც ახლა ხდება, რაც არ უნდა ჩიხში შევიდეს, აი ტრამპის არ იყოს. რაც არ უნდა ჩიხში შევიდეს, უბრალოდ კედელს შეეჯახება ბევრჯერ, იმ იმედით რომ გაანგრევს. მან ბოდიში ერთი კითხვაც მინდა თან რომ აი საქართველოში ტურიზმი ხო განვითარდა ასერჩით მაგრამ აი ევროპელებზე თუ ვისაუბრეთ მე გამახსენდა ლიტვის პრემიერ-მინისტრი იყო მე მგონი რომელსაც თქვა რომ ესე იგი ევროკავშირის და ევროპის უსაფრთხოების გარანტი არის ლიტვა და მას შეუძლია რუსეთის შეჩერება. ანუ ეს იმის საჩვენებლად რამდენად არაადეკვატურ მდგომარეობაშია საერთოდ ევროპა. ნუ ტრამპზე უარეს დღეში არიან ესენი, მაგრამ აი დაუშვათ აი რეინდუსტრიალიზაციის პროცესი, რაც ტრამპმა წამოიწყო ხო ამერიკის შეერთებულ შტატებში და რაც პრინციპში ალბათ წარმოუდგენია როგორც გამოსავალი ხო აი ამ კრიზისიდან. ხო ეს გამოსავალია გარკვეული გაგებით, იმიტომ რომ არა ეს გამოსავალი ეს ერთ და მეორე მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა უნდა რომ მას მოიპოვოს. ნუ ეს დროებითი გადაჭრა შეიძლება იყოს ხო კრიზისის და ერთი ეს და მეორე სხვა ქვეყნებს რა შეუბნება ეს თუნდაც ხო რომ აი ტრამპის მიერ ამის დაწყება რეინდუსტრიალიზაციის პროცესის დაწყება სხვა სოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის რისი მანიშნებელი უნდა იყოს დაუშვათ აი თვითონაც იგივე უნდა გააკეთოს. უნდა მოიქცეს რუსეთი, საქართველოს და სხვა ქვეყნები ხო? თვითონაც იგივე უნდა გააკეთოს, მაგრამ საქართველოს უბედურება იმაშია რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვარ და ამას ჩვენ ცალკე ვერ გავაკეთებთ. თუმცა ჩვენ საქართველოში ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია იმ გაუსაძლეს მდგომარეობის გამოსწორება რამოდენიმე წელიწადში თუ ადგილობრივი რესურსები, მათ შორის ბიზნესმენების და კაპიტალი მიმართული იქნება სწორი ორიენტირისგან, სწორი მიზნებისგან. ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, განვითარება, შიდა ბაზრის დაცვა, ეფექტური გეგმა და ნუ ამას გეგმა ჭირდება რა თქმა უნდა 5 წლიანი, 3 წლიანი, 1 წლიანი შესაბამისი გეგმა ჭირდება, მაგრამ ბიზნესმენები, რომლებიც ქართველი ბიზნესმენები და ბიზნესი, რომელიც ჭამს საქართველოს დღეს, იმიტომ ჭამს, რომ მას არ შეუძლია ამ მდგომარეობიდან თვითონ გამოვიდეს. აქედან გამომდინარე, ჭკვიანი კაცი, ვინც არის სათავეში, იმან უნდა გააკეთოს ეს. დაახლოებით ისევე როგორც რუზველტმა გააკეთა თავის დროზე შეერთებულ შტატებში. როცა შეერთებული შტატები დაშლის პირას იყო და კოლაფსის წინაშე დადგა 1928-29 წლებში. მოიწვია მილიარდერები, მილიონერები, ბანკები და დაუსახა მას რაღაცა ერთიანი საერთო საზოგადოებრივი ინტერესები და სახელმწიფომ გააკონტროლა მთელი ეს რესურსები და მიმართა სწორი მიმართულებით. ამას ჭირდება სწორი საბიუჯეტო პოლიტიკა, ამას ჭირდება სწორი საგადასახადო პოლიტიკა, ამას ჭირდება შიდა ბაზრის დაცვა, კაპიტალი, აი ეს ბიზნესმენები ისე მდგომარეობაში უნდა ჩააყენონ, რომ თვითონვე ჩადონ. აი ეს თავისი კაპიტალი ეფექტურ ადგილობრივ წარმოებაში. არიან ბიზნესმენები, რომლებიც ადგილზე არა აწარმოებენ რძეს, ყველს და ადგილობრივ წარმოება ასეთ ვისე არის, ნიშნები შეინიშნება. ხო? და ის დაცული არ არის. აი იმის დაცვისკენ მოუწოდებ მე მთავრობას, საქართველოს მთავრობას და იმ პიროვნებას, რომელსაც ეს შეუძლია. რომ გახდეს ახალი რუზველტი, ჩვენთვის გახდეს ფრანკლინ დელანო რუზველტი და დიდი ადამიანი, რომ შეცვალოს ეს ვითარება, რომ კაპიტალის, ბიზნესმენების ძალისხმევა მიიმართოს ადგილობრივი წარმოების განვითარებისკენ და წახალისებისკენ. შესანიშნავი ეკონომისტები ყავს, თუნდაც ეკონომიკის სამინისტროში ჩემი თაობის ხალხი, მათ იციან კარგად რა გააკეთონ. იციან კარგად რა გააკეთონ და როგორ შეადგინონ ეს გეგმა. ჩვენ ისევ და ისევ ვამბობთ, რომ არ არის აუცილებელი და არც მოუწოდებთ ვინმეს, რომ დაუშვათ ვინმეს რამე ჩამოერთვას, მაგრამ ის რომ დაუშვათ იმპორტ-ექსპორტის პოლიტიკა შეიცვალოს. ის რომ ადგილობრივი, ესე იგი საბიუჯეტო პოლიტიკა შეიცვალოს და ადგილზე ჩვენ განვავითარო დაუშვათ კვების მრეწველობა, გადამამუშავებელი მრეწველობა ადგილზე. შიდა ბაზარი დავიცვათ და პერსპექტიულ ბაზრებზე ვიზრუნოთ. შესაბამისად, ნუ იმისათვის რომ ჩვენ აი ეს ადგილობრივი წარმოება გარანტირებულად, ესე იგი
ბაზარი მოუპოვოთ, ეს შეუძლია გააკეთოს საქართველოს მთავრობას. ამას ჭირდება 3-5 წელი. მაგრამ დღეს დღევანდელ ეკონომიკური პოლიტიკით, აი ამ ნეოლიბერალური პოლიტიკით, ყველა დანარჩენ სფეროში კონსერვატორები გავხდით, აი აქ გავხდით, აი აქ დავრჩით ლიბერალებად და მოღალატეებად პირდაპირ და საქართველოს გამანადგურებელი და დამაქცევარი პოლიტიკაა ესა. ეს უნდა შეიცვალოს აუცილებლად. სამწუხაროდ საძარცვი ჯერ კიდევ ბევრია, ხო? საბჭოთა კავშირმა დაგვიტოვა ძალიან დიდი ქონებები, რომლებიც ვერ ამოხაპეს. და საბჭოთა კავშირის ბრალია ჩვენი ესეთი ყოფა. როგორც ამბობენ ხოლმე. მოდი გადავიდეთ. არა, მაგას უკვე ვეღარ ამბობენ, იმიტომ რომ აშკარა გახდა საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისათვის იმ სისტემის უპირატესობა. რაც დრო, იმიტომ გახდა აშკარა, რომ ამ ეს სისტემა შედის კრიზისში. ღრმავდება კრიზისი. და ეს კრიზისი გადადის უბედურებაში. საქართველოს ჩათვალეთ, რომ აღარ არსებობს. არსებობს იურიდიულად. ვარსებობს ქვეყანა საქართველოს. მოდით ახლა გადავიდეთ მეოთხე ნიშანზე. საერთაშორისო მონოპოლისტური კაპიტალისტური გაერთიანებების ჩამოყალიბება. მსხვილი კორპორაციები და ფინანსური ჯგუფები თანამშრომლობენ გლობალური ბაზრის გაყოფისა და ექსპლუატაციის მიზნით. მოდით არ შევეხოთ ახლა აქ ამ შემთხვევაში, კი, შეგვიძლია შევეხოთ რა თქმა უნდა მსოფლიო ბანკს, სავალუტო ფონდს, შეგვიძლია შევეხოთ დიდ ამ კონცერნებს და ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, ისე BlackRock-ს და ასე შემდეგ, შეგვიძლია საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციას შევეხოთ, მაგრამ მე მინდა რომ აი ეს ყველაფერი დავიწყოთ ევროკავშირით, ხო, ევროკავშირის იდეით. ევროკავშირი არის ამ შემთხვევაში გაერთიანება, რომელიც ფაქტიურად შიდა კლასობრივ დაყოფაზეა, არის გერმანია, საფრანგეთი, მაშინ ბრიტანეთიც იყო, ახლა აღარ არის, რომელიც არიან ზემოთ თავში ამ ჯაჭვის. მოდის შემდეგ იტალია, პორტუგალია, ეს პატარ-პატარა დასავლეთ ევროპის ქვეყნები, რომელსაც ეს პირველი კლასის ქვეყნები ასევე ძარცვავენ და შემდეგ მოდის რომელსაც ყველა ძარცვავს არის საბერძნეთი და ესეთი ბულგარეთი, რუმინეთი, ესეთი ქვეყნები, ხო? ამ ორგანიზაციას აქვს საკუთარი ბაზრის დაცვის რაღაც კოტები, რომელიც ოფიციალურად თითქოს არ არსებობს, მაგრამ აქვს იმდენი რეგულაცია, როგორი და რანაირი უნდა იყოს მაგალითად პროდუქტი, რომელიც ევროკავშირში შევა, ხო? რომ ჩვენაირ ქვეყნებს, რუმინეთისნაირ ქვეყნებს, ბულგარეთისნაირ ქვეყნებს, რომელიც ამ შემთხვევაში მაგალითად ლუდს რო აწარმოებს, ხო? ან ღვინოს რო აწარმოებს, ან მოლდავეთი, ხო? ფაქტიურად არ უშვებს საკუთარ ბაზარზე. ანუ ამ შემთხვევაში ჩემი კითხვა არის ეს, რომ ეს კი სახეზე არის ეს ნიშანი, მაგრამ ამასთან ერთად არის სხვა გაერთიანებები, სხვა ორგანიზაციები სახეზე. უნდა ველოდოთ ამ ორგანიზაციებს შორის დაპირისპირებებს, როგორც ეს კაპიტალისტურ ორგანიზაციებს შორის დაპირისპირებებს კონკურენციას, მაგალითად ევროკავშირი არის დაპირისპირებული თუ არა BRICS-თან. ან ევროკავშირი არის თუ არა დაპირისპირებული დასავლეთ ნახევარსფეროს რაღაც კონკრეტულ გაერთიანებებთან, როგორც არის შეერთებული შტატების და კანადის და მექსიკის როგორაა დაპირისპირებული ერთმანეთს ანადგურებენ. ხო, ანუ როგორ მაგას ვამბობ. BRICS-ის საერთოდ სხვა ეს არის, სხვა სივრცეა. ეს არის ალტერნატიული სივრცე იმ სივრცისა, რომელიც ყველანაირი გაგებით, რომელიც შექმნა შეერთებულმა შტატებმა ამ ბოლო 40 წლის მანძილზე. კი, მაგრამ თუმცა BRICS-მას დაანგრია ეს შეერთებული შტატები. BRICS-მა მოიყვანა ტრამპი ხელისუფლებაში. ჩინეთმა მოიყვანა ტრამპი ხელისუფლებაში. არა, ამის კითხვა მინდა რეალურად. და ასე შემდეგ, აი ამ წინამდებობა. BRICS-ი ხო კაპიტალისტური წარმოების წიაღშია შექმნილი და კაპიტალისტური წარმოების წესის ქვეყნები, რომელსაც რა თქმა უნდა საკუთარი ოლიგარქიები ყავს ყველას, ხო? იგივე ჩინეთსაც რაღაც დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყავს რაღაც ოლიგარქიული ელიტა, ხო? რამდენად კი, მაგრამ BRICS-ი ალტერნატიული სივრცე იყო ურთიერთთანამშრომლობის. ალტერნატიული ბაზარი იყო. ალტერნატიული ფინანსური სისტემა იყო, რომელიც ბოლომდე ვერ დაიბადა, მაგრამ ეს იმის ალტერნატიული იყო და ეს წინააღმდეგობას ამწოვებდა აი ამ სფეროში, რომელსაც ხელმძღვანელობდა შეერთებული შტატები. ანუ ამის კითხვა მე რა BRICS-ში კაპიტალისტური ქვეყნებია უმრავლესობა. არა, ანუ ეს რა თქმა უნდა, ეხლანდელი სახით BRICS-ი არის უფრო დემოკრატიული, ეხლანდელი სახით. თუმცა ალბათ იგივე არგუმენტს მოგიყვანენ ევროკავშირზე, სანამ კრიზისები არ დაიწყო, სანამ მაგალითად 2008 წლის კრიზისმა განახა ყველაზე ნათლად, ხო, რომ უცებ ამ დიდმა საფრანგეთმა და გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა ფაქტიურად შეჭამეს საკუთარი
მოკავშირე თანასწორი მოკავშირეები, ხო, იქ პორტუგალიის, ირლანდიის, საბერძნეთის და ესპანეთის სახით. PIX-ის ქვეყნებს ასე ეძახიან, ხო, იმიტომ რომ უნდა გადაეწყვიტათ, ანუ ისინი თანამშრომლობენ და ერთად უნდა იშიმშილონ თუ უნდა იშიმშილონ იმათმა, რომ ამათმა ამოიღონ უკან თავისი გაცემული სესხები. ანუ საბანკო კაპიტალს ვინც აკონტროლებდა რომ სპეკულაციურ კაპიტალს. ახლა ეს ერთმანეთს რო ჭამენ, ეს არის კაპიტალიზმის შინაგანი ბუნება. ევროკავშირი არის კაპიტალისტური ქვეყნების გაერთიანება იყო. სადაც გერმანია, საფრანგეთი იყო უპირატეს მდგომარეობაში, ამათ ინიციატივით შეიქმნა ესა, სხვათა შორის თავიდანვე და შეიქმნა იმისათვის, რომ სხვების ხარჯზე თვითონ ქონოდათ უპირატესობა, ტექნოლოგიური უპირატესობა და სხვა ყველა დანარჩენი უპირატესობაც. და ევროკავშირს თავისი ინტერესები ჰქონდა, საერთო ინტერესები უკვე სხვა მსოფლიოს დანარჩენ მსოფლიოს მიმართ და გლობალური რესურსებისა და შრომის გამოყენება. ახლა ამაში გასაკვირი რა არის? მე არ მესმის. არა, გასაკვირი არა, ამ ნიშანზე ვამბობ. ხო, ევროკავშირი იყო რეალურად ასევე როგორც დანარჩენი სხვა გაერთიანებები, გლობალური რესურსებისა და შრომის ძალის გაკონტროლების მექანიზმი, ხო? ახლა მსხვილი კოოპერაციები რო ჩამოყალიბდა უკვე მაშინ იყო ჩამოყალიბებული და ეს შენიშნა ულიანობა მაშინ საერთაშორისო მონოპოლისტური კაპიტალისტური გაერთიანებების ჩამოყალიბება არის იმპერიალიზმის ახალი ნიშანი. ხო და მე ვხედავთ ამის განვითარებას, აი ამის იქით რა უნდა განვითარდეს, რომ თემ სოფლიოს აკონტროლებს რამოდენიმე კორპორაცია, რომლებიც ერთმანეთთან კავშირში არიან. ახალ იმას ვეცდები რომ შემოვიტანო ახლა თქვენი მჯერმიდან გამომდინარე მე გეუბნებით რომ ტრამპი არის ანტიიმპერიალისტი იმიტომ რომ ტრამპმა ევროკავშირს დაუშვას ევროკავშირზე თქვა რომ ევროკავშირი არის საზღვარი ორგანიზაცია ეს ერთი მეორე იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს როგორიც არის დაუშვათ საერთაშორისო სავალუტო ბანკი, სოფლიო ბანკი და ასე შემდეგ მიდის ამაზე საუბარი რომ ეს შეიძლება საერთოდ დახუროს და გავიდეს აქედან და რაღაცა და თუ ეს რატო იმიტომ რომ თავად ვეღარ ნახულობს მოგებას აი ეს ძალიან საინტერესოა უყურეთ აპრილში მაისში უნდა მოხდეს გადახედვა იმ პროცენტების რომელიც სავალუტო ორგანიზაციაში და მსოფლიო ბანკში აქვს ზოგადად ქვეყნებს. ხო ეს GDP-ის მიხედვით ხდება, ანუ MŠP-ის მიხედვით არის პროცენტები და ბოლო რამდენიმე ათწლეულია ჩინეთი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. იმიტომ რომ ბევრად ასწრებს მაგალითად იაპონიის MŠP-ს, მაგრამ მაინც არ აძლევენ თავის შესაბამის პროცენტს ხმის. და ერთადერთი ქვეყანა შეერთებული შტატებია, რომელსაც ფაქტიურად ვეტოს უფლება აქვს ნებისმიერ პროექტზე, ანუ მსოფლიო ბანკმა თუ გადაწყვიტა რომ უნდა აშენოს რაღაცა ამერიკას შეუძლია საკუთარი ინტერესებით ვეტო დაადოს. ერთადერთი ქვეყანა. ამ მაისში უწევს ამ პროცენტების გადახედვა, ანუ ეს ვეტოს უფლება ჩამოერთმევა თუ არა, მაშინ მისი ყოფნას მართლა აზრი აღარ აქვს. ვინ უნდა ჩამოართოს თუ ვეტოს უფლება ყველაფერზე იტყვეს ვეტოს ვადებთ დღეს გადაწყვეტილებას რომ და ჩამოვართვათ და ახლა ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რაც ჩვენ გადავწყვეტ და გავიცდათ. თუ ასეთი კარგები ხართ, აი კაპიტალიზმის გამოთქმა, ეს ლიდი такой умный, почему такой бедный? საბჭოთა კავშირი რატო დაინგრა? თუ ასეთი უპირატესობები ქონდა სოციალისტური მას, რა ქვია, სისტემას. და არის კი ჩინეთი სოციალისტური? ძალიან ბევრი შრომს ამ შეკითხვას. ჩვენ დაგვავიწყდა ამაზე საუბარი. მე არ დამიწყებია, მაგრამ თქვენ დაგავიწყდით. სხვა ადრე უნდა დაგვეწყოთ, ნახევარი საათი უნდა დაგვეთმო ამაზე. მაგრამ გაშლილი არ არის არც ერთ გადაცემაში ეს ბოლო. ფოტოჟურის კაპანაძე, აი წინას თუმარო. ძალიან კარგად ისაუბრა სტალინურ ეკონომიკაზე და საბჭოთა კავშირის ეკონომიკაზე საერთოდ სხვადასხვა ეტაპები დაახასიათა წინა გადაცემაში. ასე თუ ისე ამოწურა ეს საკითხი. თუმცა ეს ამოუწურავი საკითხია, ნუ საერთო პარამეტრებში, ასე ვთქვათ, დაახასიათა და კარგად ახსნა. თუ რა უპირატესობა ჰქონდა სტალინურ ეკონომიკას. აი მე გისვამ შეკითხვას. ჩინეთი კაპიტალისტური არ არის? არ ვიცი. მაშინ როცა ვერ გადავწყვეტე ეგ საკითხი. ხო. და რატო დაინგრა საბჭოთა კავშირი და სოციალისტური სისტემა? რატომ მოხდა რომ აი ეს შეერთებული შტატები და ნეოლიბერალური კაპიტალისტური სისტემა, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, რომ არაეფექტურია.
რატომ გაიმარჯვა იმ დაპირისპირებაში? ძალიან საინტერესო საკითხი. გარბაჩოვმა უღალატა და იმიტომ? ამას ხო ერთი გადაცემა არ ეყოფა, მე მგონი, იმიტომ რომ სუბიექტური ფაქტორი, რაზეც საუბრობთ, რომ სუბიექტური ფაქტორი მნიშვნელოვანია, ხო, დაუშვათ და გარბაჩოვი ის ან სტალინის შემდეგ ის ლიდერები, რომლებიც მოდიოდნენ, გასაგებია, რომ ამ სუბიექტურმა ფაქტორმა ითამაშა საკუთარი როლი, ხო? და დაშალა ფაქტორი, ანუ წვრილი აქვს საბჭოთა კავშირის დაშლაში, მაგრამ აი დაუშვათ იგივე აი სხვებთანაც ვისაუბრია, რომ ამერიკული სისტემა, ხო? ეს სისტემა ამერიკულ სისტემაში ეს სუბიექტური როლი გამოთიშულია? თუ არ არის გამოთიშულია ამერიკულ სისტემაში სუბიექტური როლი 260 წლის განმავლობაში, რატო არ ჩამოიშალა ამერიკული სისტემა და რატო ჩამოიშალა აი ამ სუბიექტური ფაქტორიდან გამომდინარე მხოლოდ საბჭოთა სისტემა? არ არის სწორად დაყენებული ეს საკითხი, იმიტომ რომ ამერიკული სისტემა ბევრჯერ ჩამოიშალა და ისევ კაპიტალმა გამოისყიდა. გარდაქმნა სხვა რამეში. ნეოლიბერალიზმი შეიქმნა ზუსტად კრიზისის პერიოდში, რომ უნდა გარდაქმნილიყო და კორპორაციებს ჩაეგდოთ ხელში ძალაუფლება. ანუ ძალაუფლება ინდუსტრია ჯერ ფერმერებიდან გადავიდა ინდუსტრიებში, ინდუსტრიებიდან გადავიდა ფინანსურ კაპიტალში და ფინანსური კაპიტალიდან გადავიდა ტრანსნაციონალურ კორპორაციებში ნეოლიბერალიზმის სახით, რასაც ხედავთ. ანუ იმიტომ დაიშალა ამ შემთხვევაში, მოდი ესე ვთქვა, საბჭოთა კავშირი, რომ მას გამომსყიდველი არავინ ყავდა, თვითონ იყო. ხო და ზუსტად ამაშია საუბარი, რომ ის სისტემა დაუშვათ აქ ხო საუბარია და გამომსყიდველი რას ნიშნავს? ვინც იქ მე ზუსტად ვინც მის კრიზისს გარეძალების დახმარებით დაძლევდა. არ არის ის გარეძალა, რატო? გარეძალების დახმარებით, ესე იგი საბჭოთა კავშირს უნდა დაეძლია და ეს უნდა დაეწყო ომი. უნდა გაეკეთებინა იგივე რითიც ძლევს კრიზისს შეერთებული შტატები. საბჭოთა კავშირმა ეს არ იკადრა, მორალური სახელმწიფო იყო. მორალური არ იკადრა კი არა, ანუ რითი თქვა მითხა, ყურე, ეგ სისტემა კაპიტალისტური ესეთია. ომსაც დაიწყებს, სულ დასჭირდა, ბანკსაც ანუ ხო და სოციალიზმი ერთ სახელმწიფოში დაუშვათ რა საბჭოთა კავშირის ისი მაგალითიც იყო. მე რა კითხავს რა. ჩვენ კაპიტალიზმი კარგია თუ ცუდი, ამაზე არ არის საუბარი. კაპიტალიზმი არის სისტემა რაღაცა კონკრეტული, რომელიც მუშაობს ისე როგორც მუშაობს. ალტერნატივა იყო საბჭოთა სისტემა, ხო, სოციალისტური სისტემა. ხო და აი ეს ორი სისტემა ერთ სახელმწიფოში გამოდის, ეხლა მე სხვა ამ კითხვას რომ თუ სუბიექტური ფაქტორი გავიგე, რომ იყო ეს სუბიექტური ფაქტორი, რამაც საბჭოთა კავშირის დასვლაში ითამაშა საკუთარი როლი შეიტანა და წვლილი ჰქონდა. მაგრამ როგორც სისტემა, კაპიტალისტური სისტემა 260 წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს, იყო სუბიექტური ყველა ერთნაირად ჭკვიანი პრეზიდენტი ვერ ეყოლებოდა და არც ყავდათ, გასაგებია, ბაიდენი ყავდათ ბოლო-ბოლო. ეხლა ხო? და ეს სისტემა კაპიტალისტური არ ჩამოიშალა, არ დაინგრა. მიუხედავად რაღაცა ამისა და საბჭოთა სოციალისტური სისტემა ჩამოიშალა, ხო? ანუ აქ ისმევა რა კითხვა, იცი რომ ერთ სახელმწიფოში სოციალიზმი შესაძლებელია თუ არა, საერთოდ, ანუ ეფექტურობის კუთხით იქ კრიზისები იქნება და ვიღაცა მასკი გამოვა და რაღაცას გადაიხდის. ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც დაისვა თავიდან. როგორც კი შეიქმნა საბჭოთა კავშირი. ერთ ქვეყანაში სოციალიზმის გამარჯვების პრობლემა, ეს თეორიული პრობლემაა. ეს დაასაბუთა თავის დროზე და თეორიულად გამოიკვლია და დაასაბუთა ვლადიმერ ულიანოვი. შემდეგ ამის გარშემო იყო დისკუსია, მთავარი დისკუსია ზუსტად ეს იყო სტალინსა და ყველა დანარჩენ შორის. ეს ყველა დანარჩენი ტროცკის ხელმძღვანელობა. სტალინმა გააგრძელა ლენინის გზა, რომელმაც თეორიული საფუძველი მისცა ზუსტად იმას, რომ ერთ ქვეყანაში შესაძლებელია სოციალიზმის აშენება. და გაიმარჯვა კიდევაც იმ პოლიტიკით, რა პოლიტიკაც მან განავითარა საბჭოთა კავშირში 20-ან 30-ან წლებში სტალინმა. სხვათა შორის ის პოლიტიკაც იყო ვლადიმერ ულიანოვის მიერ თეორიულად დასაბუთებული, რომ უნდა განვითარდეს უპირატესად აჯგუფის დარგები, რომელიც არის პირობა იმისთვის, რომ განვითარდეს ბეჯგუფის დარგები, მათ შორის კავშირი დაასაბუთა დარდთაშორისი. ეს განავითარა, მანამდე მარქსსაც ჰქონდა ეს, რა თქმა უნდა, დარდთაშორის კავშირების შესახებ თეორია, მაგრამ ლენინმა ეს უფრო განავითარა და შემდეგ ეს განახორციელა იოსებ სტალინმა. მაგრამ ამას ჭირდება მართლა ეს მთელი გადაცემა და ერთი გადაცემაც არ ეყოფა. რამ დაანგრია საბჭოთა კავშირი და სოციალისტური სისტემა, რაც ძალიან აინტერესებს მათ შორის ჩინელებსაც. არიციან ჩინელებმა როგორ ფიქრობთ? არიციან.
ის იციან რომ გორბაჩოვმა რაც გააკეთა ის არ უნდა გააკეთოს ეს დიდი უპირატესობაა ჩინელებს აი რატო არ დამარცხდება ჩინეთი რატოა ჩინეთი უკვე გამარჯვებული საბჭოთა კავშირის მაგალითი თვალწინა აქვთ კი ბატონო და ამგვარად ამ თემას ჩვენ ვერ ამოვწუოთ მით უმეტეს გასასრულს მივახვილა ჩვენი გადაცემა და იმედია შემდეგ გადაცემაში შევძლებ ამაზე საუბარს და ჩვენი სტუმრები იყვნენ თემურ ფიფია პარტია სოლიდარობა მშვიდობის გენერალური მდივანი დიდი მადლობა ბატონო თემურ და ასევე სოციალისტური პლატფორმის წევრი ცოტნე მაღია მადლობა ცოტნე დიდი მადლობა ყურადღებისთვის და კარგად გრძანდებოდეთ